ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში კვლავ დააკავა ოპოზიციის ლიდერის მარია კორინა მაჩადოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე. ცოტა ხნით ადრე ვენესუელის გენერალური პროკურორის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად მისმა უწყებამ ხუან პაბლო გუანიპას დაპატიმრება მოითხოვა. თუმცა ტარეკ უილიამ სააბის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. მთავრობამ გუანიპა და კიდევ რამდენიმე ცნობილი ოპოზიციონერი ხანგრძლივი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობიდან კვირას გაათავისუფლა. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებიდან ირკვევა, მისი ხელახლა დაკავება ქვეყნის არევის მცდელობას უკავშირდება. დიოსდადო კაბელიოს თანახმად გათავისუფლებული ოპოზიციონერი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა. მანვე თქვა, რომ თუკი ვინმე ვენესუელას ცეცხლში გახვევას მოინდომებს, მართლმსაჯულების სისტემა თავის საქმეს გააკეთებს. Han salido 897 ადამიანი გათავისუფლდა. არაფერი მომხდარა, ისინი გათავისუფლდნენ და ოჯახებს დაუბრუნდნენ. სანამ ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტელექტუალური სიბრიყვე არ გახდა მიზეზი, მათ ეფიქრათ თითქოს ყველაფრის უფლება ჰქონდათ და ქვეყნის არევა შეეძლოთ. ამით ის პირობები დაარღვიეს, რომელთა საფუძველზეც თავისუფლება მიენიჭათ. ამიტომ ახლა 897-ის ნაცვლად 896 არიან, რადგან ერთი ადამიანი გათავისუფლების პირობების დარღვევის გამო ხელახლა დააკავეს. იგი ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა, ამ ქვეყანას მშვიდობა სურს. ჩვენ ვითხოვთ გააცნობიერონ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც ცხოვრება აძლევთ. თუ გინდათ პოლიტიკაში ჩაერთოთ, გააგრძელეთ. პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას არავინ შეგიზღუდავთ, მაგრამ თუ გინდათ ეს ქვეყანა გადაწვადად ცეცხლში გახვიოთ, მართლმსაჯულების სისტემა თავის საქმეს გააკეთებს. ჩვენ ამის თქმას არ ვერიდებით. El sistema de justicia va a funcionar. En eso no tenemos ningún complejo. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ხუან პაბლო გუანიპა საპატიმროებთან მივიდა. ხელისუფლებას პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ნამდვილი შედეგების პატივისცემა მოითხოვა. გუანიპას ვაჟმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კვირას დაახლოებით 23 საათსა და 45 წუთზე კარაკასის ერთ-ერთ უბანში პატიმრობიდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი და მასთან ერთად მყოფი პირები მამაკაც და ჯგუფმა შეაჩერა. მათ ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ, ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი და ტყვია გაუმტარი ჟილეტები. ორშაბათს მარია კორინა მაჩადოს პარტიის იურისტები გაეროს ოფისთან მივიდნენ, რათა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ქვეყანაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრათ. ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ გუანიპა კარაკასში მდებარე მარიპერეზის იზოლატორში იმყოფება. გუშინ დაკავების შემდეგ ინფორმაცია, რომელიც ჩვენი კოლეგის ხუან პაბლო გუანიპას შესახებ გვაქვს, ისაა, რომ ახლა მარიპერეზის დაკავების იზოლატორში იმყოფება. შესაბამისად, ჩვენ უარყოფთ რეჟიმის პროკურორის ტარეკ უილიამ სააბის პოზიციას. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ხუან პაბლო საკუთარ სახლშია. ჩვენ მტკიცებულება გვაქვს, რომ ის კვლავ მარიპერეზში იმყოფება. ამიტომ მოვითხოვთ ხუან პაბლო გუანიპასა და ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მადუროს მრავალ პოლიტიკურ ოპონენტს ბრალი შეთქმულების, ტერორიზმისა და ღალატის მუხლებით აქვს წარდგენილი. უფლებადამცველების თქმით, ბრალდებები აბსურდულია და მიზანი პოლიტიკური ფიგურების ხანგრძლივი პატიმრობაა. ამ დრომდე გათავისუფლებულ პირთა დიდი ნაწილი, მათ შორის გუანიპაც, სწორედ ამ დანაშაულებში იყო ბრალდებული. 3 იანვრის შემდეგ ვენესუელის მთავრობამ ციხეებიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლება დაიწყო. მათ პატიმრობაში უკეთეს შემთხვევაში თვეები, უარესში კი წლები გაატარეს. კვირას სულ მცირე 30 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. თუმცა უცნობია სულ რამდენი პატიმრის გათავისუფლებას გეგმავს ხელისუფლება.